ეგრევე backstage-ში უნდა შევიდე, იმიტომ რომ ყველაზე საინტერესო რომ როგორც წესი აქ ხდება და წამოდი ჩქარ. ეხლა ნახე იქნება კიბერი არ გადამიყო. რამშვენივრად გამოიყურებ. სხვადასხვა მამაკაცების ნაკლებობა იყო ხოლმე, წინ ამას მოდებს და საკუთარი გამოცდილებიდან ვამბობ და ხო და წელს უკვე აქტიურობთ მამაკაცებს, აღარ ჩამოვრჩით უკვე. ქალბატონებს და რეპეტიცია გაიარე. რეპეტიცია ჯერ არ გამოვიდა, ეხლა ჩამოვფრინდი 1 საათია და აი სახელდახელოდ შემოუერთდი, ჯერ ეხლა მოვიზომე პირველად. მოგწონს? კი, მომწონს. მაკო, ნახე. უნდა მითხრა, არ გადაიღო. ბოლოს ლამაზი ვნახოთ? არა, ეხლაც ლამაზი ხარ, მაკო ხო სულ ლამაზია და რა მაინც. ყველაზე ლამაზები იქნებიან ჩემი გოგოები, იმიტომ ყველა ძალიან ლამაზია, ყველა მონაწილე რაც დავინახე იმდენად, რომ ცოტა უფრო ავნერვიულდი და ავღელდი, იცი? კი, არა, მართა. აი ვინ იმალებ. მითხარი ხა როგორ ემზადები თან ხო იცი? მე არ ვიცი, იცი რა შარვალი მაქვს მაშინი არ ხდება თან. ცოტა ნერვიულ. თუ წამიქცევი არ გადაიღოთ ბიჭებო, არ დააფიქსირო. გამარჯობა ბაინე. როგორ განდები? კარგად, შენ? თქვენ პოდიუმზე გიხილა? დიახ, ძვირფასო. არა, ერთი წუთი. როგორ დაგიყოლიეს და როგორ დაგითავ? როგორ გამოყოლიეს კი არა, თავი მოვიკალი, ესე იგი სანამ გამოვიდოდი, რა არ გავაკეთე? ვის არ ვთხოვე? გამომიყვანეთ, რეპეტიცია გაიარე? კი, ყველაფერი გავიარე. ახლა ის რა დაგვრჩენია, რომ წარმატება გისურვოთ მაშინ. მშვენივრად კი გამოიყურებით, როგორც ყოველთვის. ამას რა ენაღვლება, არც ნერვიულობს და იცის პოდიუმზე როგორ გამოვიდეს და მანიკა ეხა რო გკითხო რომ ნერვიულობ თქო როგორი ალოგიკური შეკითხვა იქნება და რო გიპასუხო რომ გითხო? ხო, რა თქმა უნდა არ ნერვიულობ, მაგრამ მაინტერესებს შენს კოლეგებს თუ ასწავლე რაღაც ხრიკები როგორ უნდა გამოხდეს პოდიუმზე. ამ წამს მოვჭი თავის მოწესრიგებას და მელოდებიან რომ იქ ავივლით და შემოგხედეო და რეალურად ეს ხო არ არის ისეთი პოდიუმი რომ რაღაც მოთხოვნა კონდეს დიზაინერს განსაკუთრებული და მე მარტივად დავახსენე რომ თუ ღლიცინი მოგენდებათ იღლიცინეთ თქო. რა ვიპოვე, ნახეთ. ხო ეს ვინ? თქვით, გამოთხრით. ჩემს გარდა მე მგონი. ნერვიულობენ მაინც, იცი რა რთულია. ხო და მაგასაც მეუბნებოდი, თუ დათვრებით უფრო ვერ გაივლით, მაგრამ არა უჭირდებაო, და ნახოთ. გასამხნევებლად, ნახოთ. წავედით, წამოდით, მოდით. აი, ჩემი სალომეც აქ არის. სალომე, როგორც ყოველთვის ძალიან ლამაზი ხარ, მაგრამ ჯერ არ ვიცი რა გაცვია, ხო, არ გამოგიცვლია. ძალიან მიხარია პირველ რიგში რომ მიცანი საკო, იმიტომ რომ კარგი, სალომე. ესეთი გინახი ვარ ეს ნუ არა, მაგრამ ძალიან გიხდება. არის, ძალიან მაინტერესებს რა გამოვა. მე მგონი ძალიან ეფექტური უნდა გამოვიდეს. ეს შეფასოს ალბათ მაინც მაყურებელმა რა თქმა უნდა, მაგრამ მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ და ძალიან მომწონს რომ რაღაცა უფრო მეტის შესაძლებლობა მოგვეცა, ვიდრე ზოგადად გვეძლევა ხოლმე მოგიხსენება ჩვენ ჟურნალისტებსაც და წამყვანებსაც. მე რო გამოვდიოდი, მახსოვს რომ ეს იყო რაღაცა განსაკუთრებული დღე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დღის განმავლობაში და 1 კვირის და 2 კვირის განმავლობაში ვემზადებოდით რეპეტიციებს, გავდიოდით და ეს იყო დღე, როცა ყველა ჟურნალისტი ერთიანდებოდა რა, რაღაცას ივიწყებდა ყოველდღიურ რუტინას და ძალიან თავისუფლად და ამაყად გამოდიოდა პოდიუმზე. რამდენად ივიწყებდა ყოველდღიურობას მე არ ვიცი, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრისგან გავიგე, დღეს დილით მე მაინც სიუჟეტი მაგასაც აწყობი და იმერე მოვალ და ასე შემდეგ. ნუ ეს არის ჩვენი ცხოვრება და იმიტომაც გვიყვარს ჩვენი პროფესია ძალიან, მაგრამ მართალი ხარ ხო, რაღაცა 2 წუთია თუ რამდენიც არის, შენია და გინდა რომ მაქსიმალურად აჩვენო თავი ისეთი ალბათ როგორიც ნაწილობრივ ხარ. ყველა მონაწილე იღებს სამახსოვრო ფოტოს ამ ბანერთან და წამოდი ხა ჩავშალოთ ფოტოსესია. ჩაგიშალეთ ფოტოსესია. ნახეთ რა არაჩვეულებრივი გოგოები არის. საკო, შენ არ გამოდი. არა. მე მაყურებლებთან ერთად ვიჭდები და როცა არის მას მოდა და რაღაც ლამაზ გოგოებზე საუბრობ, შეიძლება საკო იქ სადმე არ იყოს. ესეთი ლამაზი ხარ, ესეც რო გამოხვიდე, მართლა არაჩვეულები. ძალიან დიდი მადლობა რომ თქვენ ხართ არაჩვეულები. მაკიაჟი აქვს, მინდა გითხრა. აჰა. ყველანაირ იმაში ვჯდები, მოთხოვნებში, ასე ვთქვით, გითხარი ხა როგორ ემზადებოდით? პრიმერკებზე პატიოსნად დავდიოდი და ნერვიულობ გამოსვლაზე ცოტა 1-2 რჩევა მომეცი. მე არ ნერვიულობ. რა თქმა უნდა, კამის მოსაზომებლად მეც ვიყავი 2ჯერ პატიოსნად. და დამთავრდა ესე ჩემი მომზადება. მზად ვარ. გაიღიმეთ გოგოებო? მე
თქვენი ცოტა სერიოზული სახეობრო არა? მეტიტუჩი. კარგია. ელენე თან რეპეტიციობს რაც თავარია. რეპეტიციის გავლა მოვესწროთ, არც ერთხელ არ გამივლია. მე მგონი ერთადერთი დღეა ჟურნალისტების ცხოვრებაში და ტელევიზიაში მოღვაწე ადამიანების ცხოვრებაში, როცა არ ფიქრობენ იმაზე, რომ რაც შეიძლება კომფორტულად ეცვათ ჯინსები და კეტები და ირბინონ წინ და უკან და მოაგროვონ მასალა და გამოიყურებოდნენ ლამაზად და მათთვის ეწყობოდეს დღესასწაული. ამიტომ ულოცავ ყველას ჩვენ სფეროში მოღვაწე ადამიანებს და მე ძალიან გული მწყდება, რომ წლევანდელმა პოდიუმმა დაკარგა ის სხივი, რომელსაც სალომე არშფა ერქვა. მრავალი წლის განმავლობაში. იყოს მაყურებლის ამბულას მოვირგებ გადასარევად. ისე კარგად გამოიყურები, რომ პოდიუმს მართლა დაამხნები, ოღონდ გულახდილად ვამბობ და ახლა მითხარი, როგორ ვთქვათ, ყველაზე ლამაზი ვინ იქნება? შენ და მიყვირს, რომ არ გეხარ შენ პოდიუმზე? არა, მართლა გულწრფელად გეუბნები, წარმოუდგენელი დანაშაული ეხა რომ შენ არ შენ ხომ გამოდიოდი? კი, ორჯერ გამოვედი და ეხა ვიფიქრე, ჩემს გოგოებს დაუთმობ მეთქი ასპარეს. მე მიხარია რომ აღდგა ისევე ეს ღონისძიება, პატარა პაუზა იყო და ზუსტად თუ არ ვცდები 2005 წელს გაიხსნა და მე ვიყავი მაშინაც პირველი წამყვანი და ეხა ამ სიბერეში 45 წლის ასაკში ისევ მე უნდა წავიხვალ. ეს ის შემთხვევა, ხმამაღლა რო უნდა თქვა, რამდენი წლის ხარ და ამაყად. მიყვარხარ. ეს იხსნება. ამას ვიხდი, ესაც რო კოსტუმში ვამთავრებ დღევანდელ საღამოს. იმედია რომ არ ნახავ ჩემი მეუღლე ამ გადაცემას. იყო დრო დადუ მასწავლი და როგორ უნდა გამოვიდე პოდიუმზე. ხა. რატო აღარ გამოდიხარ საკო? ცილა ჩემ გოგონებს დაუთმი ასპარეზს. შენ შეგეძლო გამოსვლა. ეგეც მართალია, მაგრამ ყველაზე მეტად იცი რა მიხარია, ეს ტრადიცია არ უნდა. მეც მიხარია. რაღაცა პაუზა ხო იყო რო არის. მიხარია ხა როგორია ეს განახლებული მასალა. გამომდინარე იქიდან რომ რამოდენიმე წელი გავიდა, ბევრი რაღაცა შეიცვალა ჩვენს ცხოვრებაში და წელს ბევრად უფრო ლამაზია კოლექცია, მე ესე ვფიქრობ, უფრო დახვეწილია, უფრო მრავალფეროვანია და საერთოდ სხვა განწყობა. ძალიან კმაყოფილი ვარ და მგონი რომ მონაწილეებიც კმაყოფილები არიან, იმიტომ რომ адам ის გაუკეთათ რაც მათ სურდა. ელენე გამოდის. ყველაზე მაგარია ელენე. სალომე შანშიაშვილი, იმედის ჟურნალისტი, კულტურულ სიახლეებს აჩუქებს ხოლმე აქტიურად და ეხლა თვითონ არის კულტურული ღონისძიების მონაწილე. ნახე რა ლამაზია. მირიან ჯეჯელავა. სხვადასხვა GDS-ის სტილის გადაცემის წამყვანი იყო, ახლა იმედია. რა ენერგიულად გამოვიდა, ნახე. არა უშავს, ყველაფერი ხდება პოდიუმზე. ხოჭა. სექსუალი გამოვიდა, ნახე. ეს როგორი გულახდილი კაბანა.
მომცეს ცოტა. სადრაზე გამოდის ახლა პოდიუმზე. მაყურებელი მას იცნობს. როგორი ელეგანტურია, ნახე. შვედიერი. აშკარად ბევრად უფრო თამამები არიან ჟურნალისტები, ვიდრე მაშინ მე რომ გამოვდიოდი. მაგარი გოგოები მაინც ჩვენ გვყავს. ეხა გულია მიჩუყდა. ორსული ჟურნალისტი გამოდის პოდიუმზე და დამეთანხმებით რომ ყველაზე ლამაზია. სალომე გოგიოშვილი შვილთან ერთად გამოდის. მანიკამ კი იცის როგორ უნდა გაიაროს პოდიუმზე. ნახეთ რა თავისუფალია. ბატონი ნუგზა რუხადე, ჩემი ლექტორი იყო. ძალიან მაგარია. როგორც ნამდვილი მოდელი, სერიოზული სახით და მე კამერასკენ გაიღო. არ დაიღო. მე ძალიან დავიღალე, მაგრამ ბედნიერებისგან ვეღარ ჩერდებოდი. მართლა ძალიან გაიგრძნობა. ძალიან საინტერესო სანახაობაა ეს, რადგან მათთვისაც უცხოა და ჩვენც მათი ხილვა უკვე სხვა ამპლუაში ძალიან კარგად ჩანდა. წარმატებას უსურვებ, ბევრ მათგან შეუძლია რომ პროფესიის შემდეგი პროფესიაც აირჩიოს და მიყვეს ამ საქმეს, რადგან ძალიან კარგად გამოუვიდათ. ძალიან სასიამოვნო არის ამ ადამიანების ხილვა, საინტერესო გარემოში და კიდევ ერთხელ დავუწმიდით, რომ ეს ადამიანები არ მხოლოდ მოდას, არამედ საზოგადოებას ალამაზებენ თავიანთი